სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ადამიანი მარადიული სიცოცხლისათვის დაიბადა და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ეს რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ქრისტეს შევიმეცნებთ, დავინახავთ, შევიმეცნებთ. მასთან ერთობაში ვიქნებით. საერთოდ ყველაფერი, რაც ღირებულია, ქრისტეს უკავშირდება, მათ შორის დღეს ესე ხმამაღლა თანამედროვე სამყაროში ასე ხმამაღლა გაჟღერებული თავისუფლება. იმიტომ რომ უფალი გვასწავლის, რომ შეიცავთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ. თავისუფლება არა ისეთი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თავისუფლებისათვის ხართ ძმანო მოწოდებულნი, მაგრამ ამ თავისუფლებას ხორცის საამებლად ნუ გაიხდით. თავისუფლება ეს გაცილებით უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს ეგონოს, როდესაც თავისი კუჭის და ქვენაგრძნობების სურვილზე დადის და გონია, რომ თავისუფალია. თავისუფლება ეს ამ სამყაროს მიზეს შედეგობრიობის ჯაჭვიდან ამოსვლაა საერთოდ. იმ ფატალიზმიდან, დეტერმინიზმიდან, რაც ბუნებრივია გვქონდეს ჩვენ, იმიტომ რომ სხეულით ამ სამყაროს ნაწილი ვართ. ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაა და სამყაროს მიღმიერი მყოფობაა. ამ ყველაფრისგან გათავისუფლება მათ შორის სიკვდილისაგან. უფალი ესეც ამბობს, რომ მისი მორწმუნე არ მოკვდება, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. და ეს თავისუფლებას, რომელიც ადამიანს ღმერთთან ამყოფებს, ღმერთის მსგავს არსება და ღმერთთან ამყოფებს, ღვთისშვილად ამყოფებს, ეს თავისუფლება, რომელიც ადამიანს სიხარულით აღავსებს და ბედნიერს ხდის, ეს თავისუფლება დიახაც ქრისტემ მოგვიტანა. და როგორც უფალი ამბობს კიდევ ერთხელ, შეიცავთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ და თავად ამბობს, რომ მე ვარო ჭეშმარიტება. თითქოს ჩვენთან ეს პრობლემა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანი, ჩვენ ვიცით, არსებობს სინანული, რომელიც წინაპირობაა გაქრისტიანებისა და ადამიანი სინანულს არასწორად ხედავს ძალიან ხშირად. თავარი ის არის პირველ რიგში, რაც უნდა ვთქვათ, რომ სინანული ეს არის მეტანოია, ბრძნული სიტყვა, რომელიც გონების ცვლილებას, ანუ ადამიანის შინაგან სამყაროს ცვლილებას ნიშნავს, როცა ადამიანი სრულად იცვლება თავისი მსოფხედელობით, სამყაროს აღქმით, საკუთარი თავის ხედვით. აბსოლუტურად სხვა ხედვა, როცა როგორც დაბადებიდან უსინათლო რო უცებ დაინახავს და საერთოდ სხვანაირი ხდება მისი ცხოვრება, იმ მსგავსი არის ნამდვილი სინანული, ის ძირითადი სინანული მეტანოია, რასაც ქვია, როცა დაინახავს სამყაროში ყველგან ღვთის ხელს და დაინახავ მას, როგორც ყოვლადწმინდა სამებას და დაინახავ ძეღმერთს მოსულს ადამიანთა ცხონებისათვის, დაინახავ ძეღმერთ ჩვენთან მყოფს ეკლესიის მიერ და ჩვენ დავინახავთ საკუთარ თავს მის ნაწილად და მამა ღმერთის შვილად. როცა ეს ხდება ადამიანში, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანში მოხდა მეტანოია, ანუ ნამდვილი სინანული. კაცმა რო თქვას, ეს რამდენჯერ შეიძლება მოხდეს? რა თქმა უნდა, ერთხელ შეიძლება მოხდეს. ადამიანი მოექცა და დამთავრდა. მაგრამ არსებობს მეორე სახე სინანულისა, რომელსაც მეტანოია არ ქვია. მას ქვია განწმენდა, იგივე კათარზისი, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, ყოველდღიურად, ყოველწამიერად, როცა უფალს შემდობას თხოვთ, როცა თქვენ მოდიხართ მოძღვართან საუბარზე, აღსარებებზე, ეს ის სინანული კი არ არის. თორე ის უკვე მოხდა თქვენში და თქვენ დაინახეთ ეს ყველაფერი, რაზეც წეგან საუბრობდით, თქვენში მოხდა უკვე ეს მეტანოია. ანუ ეს აღარ არის ის სინანული. ამიტომაც არის ხომ ხშირად გაუგებრობა აღსარებებთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ის სინანული უკვე მომხდარია.
ამიტომ დიახაც ადამიანი შეიძლება ეზიარებოდეს. მაგრამ არის მეორე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის განწმენდის, კათარზისის, აი პირველი საფეხური სულიერი ცხოვრებისა, რომელსაც განწმენდა ქვია, როცა შემოქმედებითად მუშაობს ადამიანი საკუთარ თავზე, შემოქმედებითად ეძებს ღმერთს. აი ეს პირველი საიდუმლოებრივია. რა თქმა უნდა, ადამიანის გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ რაღაცა ხდება ადამიანში ისეთი, ადამიანის სინდისში, ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანის ხედვაში, ადამიანის დამოკიდებულებაში, რაღაცა ხდება, რომ მისი გული იხსნება და ღმერთი შედის მასში და ხდება მასში ეს მეტანოია, ანუ ეს ნამდვილი სინანული, ძირითადი სინანული. მაგრამ მეორე საფეხური, კათარზისის, ანუ განწმენდისა, რომელიც ყოველწამიერია. ზიარების წინ კი არა აუცილებლად. თუ ადამიანი ახლა იშვიათად ეზიარება, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ეზიარება, არამედ ყოველწამიერი. როცა ადამიანი მუდამ აკვირდება თავის გულს, არის რა მღვიძარებისა და სიფხიზლის სათნოებაში და სულ ხედავს, რომ რაღაც იქ ისე ვერ არის და უფალო შემიწყალი, უფალო შემიდა და სულ ეს პროცესი სულ არის. იესოს ლოცვა, გონიერი ლოცვა, სულ ეს არ არის, როცა შემიწყალი. აი მეორეს ტიპის სინანულს, ანუ განწმენდის ღვაწლს, რასაც ქვია, რასაც უწოდებთ. მას ჭირდება ჩვენი მხრიდან ძალიან დიდი ბრძოლა და ნებისყოფა დისციპლინა. აი სხვათა შორის დისციპლინაზე ფიქრობდი ხადაგების მერე მეთქვა, მაგრამ ტენდენციაა, რომ როცა წირვა იწყება, თითქმის ნახევარია სამრევლო და მერე მოდიან. და თქვენ იცით, ვინც გვიან მოდიხართ, რას არსებობს ობიექტური მიზეზები, ამაზე არ ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ, როცა ადამიანი კიდევ ერთხელ გადაბრუნდება და გადმობრუნდება იცით სად და მერე ფიქრობს, აი ხო ეხლა არა და ეხლა ხო, კინო ხო არ არის, რომ უცებ დასაწყისი ვერ გაიგო და მერე ბოლოში პრობლემა გქონდეს. რა მოხდა? ცოტა. იცით რა მომენტს უშვებთ თქვენ? აი იმ თავს, რითაც იწყება მადლმოსილ სამეფოში შესვლა. როცა მღვდელი აღამაღლებს სახარებას და თქვენს დასანახავად თუ დაინახოთ და მთელი ყურადღების კონცენტრირება მოხდეს თქვენი ქრისტეში, ქრისტეზე და როცა მღვდელი ამბობს კურთხეულ არს სამეფო, ანუ მეუფება, სამეფოს ნიშნავს და ყოვლადწმინდა სამების სახელს ახსენებს. კურთხეულ არს ის სამეფო, რომელიც ჩვენი სამშობლოა. აი აქ ამ დროს ადამიანი იწყებს შესვლას საიდუმლოებრივად, მისტიურად იმ ყოვლადწმინდა სამების საუფლოში, რომელიც ვერ გვირგვინდება ზიარებით. ხო და აი ამას უშვებთ თქვენ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ აი წარმოედგინეთ, მე დავაგვიანო წირვაზე. მე ვარ მწირველი. და ერთხელ რომ მოდიხართ ხოლმე, ისე გადმობრუნების მერე და მეც მაგ დროს მოვიდე და მანამდე ყველაფერი წაკითხული იყოს რაღაცა, ნუ ახლა რაღაც ამ სიტყვებს არ ამბობს არავინ, მე დავითნე და ხო და ისე გავაგზელოს, რა იქნება ეს? აქ მდგომებს ხო არ მოგეწონებათ? რატო? იმიტომ რომ აი ძალიან ძვირფასი რაღაცა არ მოხდა. ხო და ვინც არად გახართ, არც თქვენთვის არ მოხდა ეს ძვირფასი რაღაცა. რა მნიშვნელობა აქვს? მე არ მithქვია თუ თქვენ არ გაგიგონიათ, იმიტომ რომ აქ არ იყავით. დისციპლინა ელემენტარული, რომ აღარ გადაბრუნდე ზედმეტად და მოხვიდე. თუ ობიექტური მიზეზი არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, დისციპლინის გარეშე, ღვაწლის გარეშე არ გამოდის ის მეორე სინანული, არაფრით არ გამოდის. ამას შედეგად მოყვება გაუგებრობები, მაგალითად, როცა წირვაზე ზოგიერთი კიდე დგას და წირვა მიდის და ზიარების სინალოცებს კითხულობს. ეს როგორი აბსურდია, იცით? აი ეს დაახლოებით იმას გავს, რომ მე თქვენ დაკპატიჟოთ სახლში. ან სადმე მიხვიდეთ ქორწილში, აი კარგ სუფრაზე, სადაც თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ზიან და ხო დაჯექით სუფრაზე. და რომ დაიწყო სუფრა, ხო, აი ეს კარგი, ღრეობა კი არა, ნამდვილი კარგი რაც არის, ზურგით შეტრიალდე და შენი პარკიდან, სელოფანიდან ამოიღო რაღაც გამხმარი პური, ჭადი და ყველი და ჭამა დაიწყო. რატო ჭამა მშია? ხო, მშია. დაბა ხო არა, მე მშია. აი ზუსტად ეგ არის, ხო სასაცილოა. ესე იგი წარმოგიდგენთ, ყველანი ერთად ქრისტესკენ ისრაფის და მავანი დგას და თავისთვის რაღაცას იქ ლაპარაკობს ქრისტე.
ჩვენთან კი არ არის, თავისთვის არის. და თუ არ არის ჩვენთან, თქვენ იცით რომ მისი ზიარება არც კი შეიძლება. იმიტომ რომ ესე დრო ზიარება ხშირად დასაჯელად არის ხოლმე. იმიტომ რომ ზიარება არის ქრისტეს სხეულის აღშენებლობა. ასე რომ ეს ძალიან გასათვალისწინებელია და გავითვალისწინო. ანუ ის მეორე, რასაც ქვია მეტანოია, პირველი უпроსოდ მეტანოია და მეორე კათარზისი, ანუ განწმენდა, ეს არის ჩვენს მიერ სამუშაო, ჩვენი გასაკეთებელია ეს. და თუ არ გავაკეთებთ, დავემსგავსებით იმათ, ვინც პირველიც არ გააკეთა. ანუ ქრისტე ყველასთან მიდის, ყველასთან შეუძლებელია რომ ვინმე ადამიანი დაიბადოს დედამიწის ამ სფეროში, სადაც არ უნდა იყოს და შეუძლებელია მასთან უფალი არ მივიდეს. რაღაცნაირი ფორმით არ ამხილოს, არ თანაუგრძნოს, არ ანუგეშოს, არ გაახედოს, შეუძლებელია. და როცა ადამიანს არ ემართება მეტანოია, ანუ ის პირველი სინანული, ადამიანის ბრალია ეს. ოღონდ ჩვენ რო აგვეხილა თვალი, ჩვენი დამსახურება რაშია ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რაღაცა ჩვენ თანამონაწილენი ვიყავით. მაგრამ მეორე, თუ ადამიანი პირველ შემთხვევაში აეხილება თვალი და მეორეს აღარ გააკეთებს, არ იღვაწებს, ანუ მასში ეს განწმენდის პროცესი არ იქნება მუდმივი. არაფრით უკეთესი არ არის იმ პირველის მდგომარეობაზე და უარესიც კი არის, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. თუ პირველი უარყოფს ქრისტეს, წარმოიდგინეთ მეორეც, რომელმაც ყველაფერი იცის, რომ ღმერთის სამებაა, რომ ქრისტე მოვიდა, რომ ეკლესია რა არის, რომ ჩვენ რა ვართ ეკლესიაში, ყველაფერი იცის, გარკვეული გამოცდილებაც აქვს და მაინც უარყოფს ქრისტეს. თავისი სიზარმაცისა გამო. და შედეგი ერთ და იგივეა, ან უარესი. ჩვენ თავზე გამოგვიცდია ეს, როდესაც ჩვენ გული გვიგრილდება ხოლმე, მორწმუნეებს გული გაგვირილებია და დიდი ჩავარდნები ქონია სულიერ ცხოვრებაში, სწორედ ამ დროს ჩვენ უარს ვამბობთ განწმენდაზე, ან უარს ვამბობთ ღვაწლზე, დისციპლინაზე, ბრძოლაზე და ქრისტეს უარყოფთ. ქრისტე მოდის და მოსულია და ჩვენ უარყოფთ. მოდის კი არა, მოსულია, იმიტომ რომ პირველი მეტანოია მომხდარია. ეხლა როცა ამას ასე შევხედავთ და ამგვარად მე აღარ გაგვიკვირდება დღეს სახარებაში ამოკითხული ის სიუჟეტი, რაც ვნახეთ, რომ წარმოგიდგენიათ, ქრისტე მივიდა, ჯერ სასწაული ხომ მოახდინა, ეს გაუბედურებული ადამიანები განიკურნენ. ეშმაკეულები. ეს ხო საოცრება მოხდა. ანუ თავის ძალმოსილება დაანახა და ანგარების გამო, რომელიც კიდე სხვა ბევრ ამასთან არის მიბული, ამის გამო ვერცხლის მოყარეობა ყველა ბოროტების ძირიაო, პავლე მოციქული ამბობს, ანუ მომხოჭოლობის გამო. ამის გამო ქრისტე უარყვეს და თქვეს, რომ წადი ჩვენგან. ჩვენ შეიძლება ესე არ ვამბობთ, წადი ჩვენგან, მაგრამ როცა ადამიანი აი მეორე საფეხურს ღირსეულად არ გადის, განწმენდის საფეხურს, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვეუბნებით ქრისტე, წადი ჩვენგან. არ გვინდა რომ შენ ჩვენთან იყო. ეს თითოეული ჩვენთანგანის პრობლემაა ცალ-ცალკე აღებული, მრავალი სამრევლოსი და მთელი ქვეყნისა, მთელი ჩვენი სამშობლოსი. საქართველო თითქმის 30 წელია უკვე, 30 წელი გახდება მალე, 1-2-3 წელიწადში გახდება 30 წელი, რაც თავისუფლებას ეზიარა პოლიტიკურს. რა არის საქართველოსათვის პოლიტიკური თავისუფლება? ღირებულებით ასპექტში, სულიერი თვალსაზრისით. რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლება საქართველოსათვის? ძალიან მარტივი გასაგებია. აი წარმოიდგინეთ ჩვენი ქართული რეგიონები, ის რაც თურქეთშია, ის რაც აზერბაიჯანშია, ის რაც სომხეთშია, ის რაც დღეს უკვე რუსეთშია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით. წარმოიდგინეთ, არის თუ არა იქ მართლმადიდებელი ეკლესია, არის თუ არა იქ
მოქმედებს თუ არა, ცოცხლობს თუ არა იქ ეკლესია ადამიანების საცხონებლად. არა. არ მოქმედებს, არ ფუნქციონირებს, არ ცოცხლობს. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქართული არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. ამ შემთხვევაში მოდი ისე გლობალურად შევხედოთ, არა ნაციონალური ვიწრო კუთხით. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია მათთვის, სადაც იქადაგებს იქ ქრისტიანობა, სადაც მოუწოდებს, სადაც ადამიანებს არ შეეშინდებათ. თურქეთში ეშინიათ, მაშინ რა ქვია, აზერბაიჯანში ეშინიათ. იქ რაც რუსეთში დარჩა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს სახით, იქ გაუგებარ სიტუაციაში არიან, იმიტომ რომ ესე იგი მსოფლიო ეკლესიას მოწყვეტილი რაღაც დენომინაციებია გაუგებარი. ანუ ადამიანს თუ ცხონება სურს, ყველგან შეიძლება კაცმა რო თქვას, მაგრამ თუ ცხონება სურს, იქ სადაც ქართული სახელმწიფოებრიობა აღარ არის, იქ არის პრობლემები, ცხონების თვალსაზრისით. ქართული სახელმწიფოებრიობა და ცხონება იქ მცხოვრები ადამიანებისა ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. რა შორს ვიდივართ, არ გვახსოვთ, ჩვენ არ ვიყავით საბჭოთა კავშირში. ჩვენ გახსოვთ, როგორ გვიჭირდა. როგორი პრობლემების წინაშე ვიდექით, არც კი გაგვეგო ღმერთის სახელი დადებით კონტექსტში. იმიტომ რომ ესეთი სახელმწიფო შემადგენლობაში ვიყავით, სადაც ათეიზმი იყო დომინანტი იდეოლოგია და პრობლემა გქონდა. და როგორც კი გავთავისუფლდით, ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ქართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნაწილი მსოფლიო ეკლესიის, ანუ ქრისტეს სხეული თავისი თელი ძალმოსილებით ამოქმედებულიყო ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენ აი ესე რომ გამრავლებულები რო ვართ დღეს, ამხელამრეული რო არის, აქ კი არა, საერთოდ საქართველოში ამდენი ეკლესია, ამდენი სასულიერო პირი, ეს მხოლოდ იმის შედეგია. მიწიერად ვამბობ, ღვთისწყალობით პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იმის შედეგია, რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. ესე იგი სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით გავხდით თავისუფალნი და უცებ მახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები. თავისუფლებისათვის ხართ ძმებო მოწოდებულნი და თავისუფლებას ნუ გადააქცევთ ხორცის საამებლად. თავისუფლება მოგვეცა და ეხლა შევხედოთ მეორე მხრიდან. ხარისხობრივი თვალსაზრისით. რა მოგვიტანა ჩვენ თითქმის 30 წლიანმა თავისუფლება? რა მოგვიტანა ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით? ხედავთ, როგორ ყოველ დღე ვკარგავთ ტერიტორიებს. რა მოგვიტანა მოსახლეობის ზრდის ან მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით? მილიონზე მეტი ადამიანი გასულია და ქართველები აღარ მრავლდება, არაფერი არ შველის. რა მოგვიტანა ჩვენი ერის ზნეობრივი მდგომარეობის თვალსაზრისით? რა მოგვიტანა ურთიერთობის თვალსაზრისით ერთმანეთში? რა მოგვიტანა ჩვენი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით, ყველა რო დეპრესირებულია და ყველა რო ერთმანეთზე აღრენილია და ყველა რო აგრესიულია? რა მოგვიტანა? ნაყოფი. რა მოგვიტანა განათლების თვალსაზრისით? რა მოგვიტანა კულტურის თვალსაზრისით? თუნდაც სპორტის რა მოგვიტანა? არაფერი. არაფერი არ მოგვიტანა. სულიერად ხო მოგვიტანა? და აქ დიდი კითხვის ნიშანი. მოგვიტანა, კი გაუმრავლდით, ეს იყო ღვთისწყალობა, მოგვეცა საშუალება, მაგრამ ჩვენი ქრისტიანობა არის ის ქრისტიანობა, რომელიც უნდა იყოს. საკუთარ თავზე ვიტყვი, როგორც სასულიერო პირი, მე ვარ ისეთი მღვდელი, რომელიც თავისუფალ საქართველოში უნდა მღვდლობდეს. ღირსეულად, როგორც გრიგოლ ხანძთელის მემკვიდრე. ვარ ისეთი. ვინ მიშლიდა ხელს? ვინ იყო ხელის შემშლელი? თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, იდეოლოგია ათეისტური, ვინ მიშლიდა ხელს? ატო ვიგებთ ყველაფერს დამახინჯებულად. იგივე დასავლურ ღირებულებებს, ატო ვიგებთ დამახინჯებულად და ატო გავაიგივეთ დასავლური ღირებულებები უზნეობასთან, სრულ გარყვნილებასთან. ატო ვაკეთებთ ამას? საიდან ჩნდებიან ეს ადამიანები საქართველოში ორგანიზაციებს, საიდან ქრიან, როგორ ქმნიან, რომლებიც აი ამ უწესობას და უზნეობას ნერგავენ? როგორ ხდება, რომ ქართველ კაცს ენა უბრუნდება და ამბობს იმის გამო, რომ გვიჭირსო,
ამიტომ მიწები უნდა გავყიდოთო, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლით არის ეს მიწა მოზელილი. გავყიდოთო და დასახლდენო და გამრავლდენო, რა მოხდა მერეო? საიდან მოდით? იმიტომ რომ ფული შემოგვივაო. როდის ყოფილა ადამიანს საკუთარი დედა გაუყიდია და ეს სასრიცხვილო არ იყო. აი ეს ყველაფერი ხო ჩვენ გვემართება. და ამის ფონზე როგორ კარგად გასაგები ხდება დღევანდელი სიუჟეტი სახარებისა. ესე იგი, ქრისტე მივიდა იქ და უთხრეს, წადი ჩვენგან, არ გვჭირდები. პრობლემებს გვიქმნი. ჩვენი წესი გვაქვს, ჩვენი სიმართლე გვაქვს, ჩვენი ბიზნესი გვაქვს. შენ ახლა რაში გვჭირდები? მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესოისა და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რათა წარვიდეს საზღვართა მათთაგან. წარვიდეს, ევედრებოდეს, ლოცულობენ, გესმით, ლოცულობენ. აი როგორი ლოცვა შეიძლება არსებობდეს ქრისტეს მიმართ. წადი ჩვენ. მათეს მერვე თავი. ამ მდგომარეობაში შეიძლება ვიყოთ ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენ სასულიერო პირები და მთელი ქვეყანა, მთელი ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო. ეს ის მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება აი ესე შეიძლება დავახასიათოთ. ეს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. როცა ადამიანი, საზოგადოება ეჩვევა, რატო ვერ ვიღებთ ქრისტეს, რატო ვერ ვხედავთ, რომ როგორ უნდა მივიღოთ ის, რატო ხდება ეს უბედურებები ეკლესიაში, თუ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში, ჯარში, ყველგან რატო ხდება ეს უბედურებები, განათლებაში, ყველგან რატო ხდება? როცა ადამიანი, საზოგადოება ეჩვევა, ეგუება თავის მდგომარეობას, ცხოვრების ჩვეულ წესს, რითმს და მინიმალურ კომფორტს, საცოდავი კომფორტი გვაქვს ჩვენ, გარკვეულ მსოფლმხედველობას, სამყაროს მისეულ ჩვეულ აღქმას, აი ამას შეგუებულები ვართ. როდის ხდება ის, რაც ხდება, ის უბედურება ჩვენში, რომ ნაყოფი არ გამოგვაქვს, აი როცა ეს არის. ასევე როცა აღარ სურს მდგომარეობის შეცვლა, საკუთარი თავის და მდგომარეობის ყოფის ანალიზი, ანუ როცა აღარ სურს განვითარება, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. როცა ყოველგვარი მოთხოვნილებაც კი ჩამკვდარია არსობრივი ცვლილებებისა. ანუ ისეთი ცვლილებებისა, რომლებიც თავად ადამიანს შეცვლიან უკეთესობისაკენ. ის კი არა, რომ უკეთესი კომფორტი მქონდეს, ბევრი ფული მქონდეს, ჩემმა შვილებმა ევროპული განათლება მიიღონ. ეს თავისთავად რაც ჩამოთვალე, ცუდი არც ერთი არ არის. მაგრამ როცა არა გაქვს სურვილი, არსობრივი ცვლილებებისა, შინაგანი, რომ ეს ყველაფერი კი, მაგრამ ადამიანო, შენ შეიცვალე. როცა ნაბიჯის გადადგმისაც კი ეშინიათ ამგვარი სიახლისკენ, სასიკეთო ცვლილებებისკენ. რატო ეშინიათ? იმიტომ რომ სხვა ხდები და ეს სხვა ქრისტეს მსგავსებას ნიშნავს და ეს არ უნდა ადამიანს. განსაკუთრებულად, როცა ეს ცვლილებები პიროვნულ განვითარებას, პიროვნულ მეტამორფოზას და ეხება და შესაბამისად ძირეულია. როცა ადამიანი მეორედ უნდა იშვას, მეორედ შობას სამშობიარო ტკივილები ახლავს, რაც ჩვენ გამოგვიცდია იმ კათარზისის პერიოდში და განვიცდით, აი ეს არ უნდა ადამიანს. ანუ ასე დროს საზოგადოება გავს ფეხმძიმე ქალს, რომელიც იმის გამო, რომ მშობიარობის ტკივილები არ განიცადოს, მზად არის ბავშვი მოკვდეს და გადააგდოს. ახალი სიცოცხლე არ უნდა. ჯობია ბავშვი მოკვდეს და გადააგდოს, აბორტი გაიკეთოს, ოღონდ სამშობიარო ტკივილები და ბავშვის გაჩენის შემდგომი რაღაც პრობლემები არ ქონდეს და ეს არ განიცადოს. ჩვენც ესე ვართ, ჩვენში შემოვიდა ეს თავისუფლების სახით ახალი სიცოცხლე და ჩვენ მზათა ვართ ეს გადავაგდოთ, იმიტომ რომ კათარზისი გვეძნელება. ასე დროს მიხურეთ კარები, მიხურეთ. ასე დროს ადამიანი ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ერთგვარი თვით გადარჩენის
თვითგადარჩენის ინსტინქტით, რომელი გადარჩენის ინსტინქტით, საკუთარი დაცემულობისა. ანუ ცხოველური ბუნების თვითგადარჩენის ინსტინქტით. ასევე მზაკვრობით, პირფერობით, თავის მოკატუნებით, კარგები ვართო. ან კიდევ უარესი, ღვთისმოსაობის ნიღბით. და კიდევ უფრო უარესი, ფარისევლური რელიგიურობით. ცდილობს საკუთარი ცხოვრებიდან ქრისტეს განდევნას. აი ამ მდგომარეობაში იმყოფებით. და სინდისის ქეჯნა და სინდისის დასამშვიდებლად კი საკუთარ სიმართლეს იყენებენ ესე დროს ადამიანები. უმეცარ იყვნენ იგინი სიმართლისა მისგან ღვთისა, ანუ ღვთის სიმართლის უმეცარ იყვნენ. და თვის ამას სიმართლეს ეძებდნენ დამტკიცებად და სიმართლესა ღვთისასა არა დაემორჩილენ, რომელთა მიმართ ეპისტოლე მეათე თავი. სინდის დაამშვიდებ, მე ჩემი სიმართლე მაქვს, რომელიც არის ნამდვილი სიმართლე და დამთავრდა. გამოსავალი ერთადერთია, რომ გამოვხიზლდეთ და მოვეგოთ გონსა თავსა თვისა, როგორც უпростоრად მოვეგოთ თავსა თვისა, როგორც უძღებიშვილის იგავში ვკითხულობთ. უფალო იესო ქრისტე, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.